დიახ, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საქალაქო სასამართლოში ნიკამელია სასამართლო პროცესი. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი არის ის მსაჯული, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ეს საქმე არცებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა თუ არა. ნიკამელიას ედავებიან მოსამართლის შეურაცხყოფას. საუბარი არის მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანზე, თუმცა საინტერესო არის აქ ის ფაქტი, რომ თავად ძალოვანი უწყების ექსპერტიზა ვერ ამბობს, რომ სწორედ ნიკამელიას მხრიდან ჰქონდა ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა, საქმესში მოწმეის სტატუსით არსებობს გარკვეული მოწმეები, მათ შორის არიან სასამართლოს მდივანი, მანდატურები და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ცოტა ხანში გახდება ცნობილი. პროტესტის ნიშნავთ ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს ხდომას არ ესწრება. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მოისმენს ხარეთა შუამდგომლებს მტკიცებულებათა დასაშვებასთან დაკავშირებით, ასევე უნდა იმჟელოს გადასცეს თუ არა აღნიშნული საქმე არსებით განსახილველად, თვითონ ბრალდებული არ დაესწრება აღნიშნულ სასამართლო პროცესს. საქმეში არის თვითონ მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ აღნიშნული ასე ვთქვათ ფრაზა, რომელიც ისმის მას შემდგომ რაც დამთავრდა სასამართლო პროცესი, ვერ ადგენს ექსპერტიზა ვის მიეკუთვნება აღნიშნული ფრაზა და არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში არ ჩანს ნიკამელია ამ დროს, როდესაც იგი უკვე გახავთ სასამართლოს ხდომის დარბაზიდან. არის საქმეში რამოდენიმე მოწმის ჩვენება, გამოსაკითხი პირთა სიაში არის მოსამართლის ხდომის სასამართლოს ხდომის მდივანი, მანდატურები და უსაფრთხოების თანამშრომელი. ოპოზიციის ლიდერი ნიკამელია თითქმის 1 წელია, რაც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში არის გამოკეტილი. თავდაპირველად ის სულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეასახლეს. ამის შემდეგ მოსამართლის გაწუწვის გამო მას წელიწად ნახევრიანი მსჯავრი დააკისრეს. სწორედ ამ მსჯავრს იხდის ახლა მელია მე-12 დაწესებულებაში. დამატებით სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი, რომ კიდევ ერთი მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ახალი ბრალდება წარუდგინა ნიკამელიას.